მოგესალმებით. დღეს ჩვენ შემთხვევით შერჩეული ფერის ინგრედიენტებით შევქმნით კერძს. ამისთვის დავატრიალებთ ბორბალს და შემდეგ გადავინაცვლებთ მაღაზიაში. მწვანე მწვანეა. ნარინჯისფერი ყოფილა. ნუ არა უშავს არა. ნარინჯისფერი საჭმელი გავაკეთოთ. წავედით. ეხა გადავალთ ჩვენ ბენტლიში და წავალთ მაღაზიაში. წავედით. რას მიქოს რა ინგრედიენტები სხვადასხვა სტაფილოსფერი ინგრედიენტებით კერძი არ გამიკეთებია ისე რა, ანუ ბევრი კერძი მაგაკეთებული ხამრა სტაფილოსფერი ინგრედიენტებით, ესე მარტო სტაფილოსფერი. მაღაზიაში რო შევალთ, ასეც დავინახოთ სტაფილოსფერს. ავიღოთ ყველაფერი და ვნახოთ. დავედით. იმედია გადაღების უფლებას მოგცემენ, რავი, აქ არ დავტოვებდი. თავს უთხრათ მაინც. შარი არ მოგდენ. გადაღება ხო შეიძლება? თუ არ შეუთაფრიარებ. შეგიძლია ჩვენ ერთ-ერთი დიდი უნივერმაგიდან თუ უნივერსალიდან თუ რაღაციდან უკვე გამოგვაგდეს, რადგან ჩვენთან ვერ გადაიგებ. თუ ალბათ გონიათ რავი ფასებზე უნდა ვილაპარაკოთ ან რაღაცა, წავალთ შემდეგ მაღაზიაში. მოდი ახლა ჯერ კალათას ავიღებ.აფერია. ხო არის სტაფილოსფერი. ეს ისეთი იაფია ურიცალი ხო არ ავიღოთ. სტაფილო აუცილებლად, მაგრამ ამას ვინ აგვიწვანოს? ჩვენი თავწვანოთ. მოდი სამი მოკლებას მორჩეს ჯობია. ურე თან კონსულტანტი რო ვარ. ფოტოშოპის ამაღაზიაში მეგონა ყველაზე სიძულე დახვდებოდა და ყველაზე იაფე დახვდა რაღაც იტომ. სტაფილოსფერი არაფერი არ არის. აი, ეხა აქეთ. ეხა ეს დაგჭირდება ტკბილი დესერტისთვის. ხო არის სტაფილოსფერი? ნუ რა. ერთი ცალი საკმარისია ტესტი. ერთი პორტოხალი უფრო ძვირია ვიდრე სტაფილო და კოგრა ერთად. კაი, წავედით. გარედან რომ სტაფილოსფერი იყოს და შეგნა სხვა რაღაცა ისვაც. არა, უშავს. ნაღებიც გვიდა მას, სტაფილოსფერი ნაღები საიდან მოვიტანო ეხლა. პორტოხალს ხო ეგრე მოვუწო. ეხა ჩვენ წავედით. იქით. ნაგეტს ავიღებთ. ნაგეტსები სად იყო? სადაც დავინახეთ ეგა. ეს ეებია. ის რა. ნაგეტს იაპონში ვიყიდო. კაროჩე ხა სიმინდი. ჩვენ რო ვიყიდო და მოვაჩიოთ სტაფილოსფერები აქეთ. ეს და რამ ჩაგაწერინა ნარინჯისფერი იქ. კაი, ეხა იქ იყო სტაფილოსფერი, კარტოფილი რო არის ეგ, ამო. მილი კარტოფილი. შიგნიდან ეგრე, რო გავუჩვით ეგ ძელი. თუ არ იქნება და ამოვჭით. ისე ყველაზე ცუდი ფერი დაგვიზდა მაინც რო იცოდეთ, მაგრამ სტაფილოსფერის ზეთი გვაქვს და აღარ ვიყიდით. კაი, მოდი. აი, აქ ავიგებთ. არის თუ არა ეს სტაფილოსფერი? არის, მაგრამ ამას არ ავიგოთ, იმიტომ რომ ოცილარი გიეს. აი, ქართული წარმოება თან. რაღაც ხები დავამდიდროთ, ისე ჩვენები დავდიდნენ, აჯობია. ჩვენ აქ სერიოზული ინგრედიენტები გვაქვს. სანამ დაგვინახავენ რომ ვიღებთ და გავაგდებენ. ჩიფსის დაგჭირდება უეჭველი. ცხარე საჭმელში. აი, ეს იყოს. თითქოს რაღაც მაკლია რა. რა მაკლია მეც კი ვიცი, მაგრამ ის სტაფილოსფერი არ არის, ხვდები? ეს უნდა ველიოთ. იქით რატოდებს ყველაფერი სტაფილოსფერი, სადაც ჩვენი გადაღება შეიძლება, რა. პორტოხალი. რაღაც ინგრედიენტები ობიექტზეც მაქვს. ეხა იქ დავამატებ ცოტა რაღაცებს, რა თქმა უნდა. წამოდი. ეხა გვინდა სტაფილოსფერი რაღაცა მოსტაფილოსფრაგეტივით, რომელიც სამწუხაროდ არ არის. არის თუ არა სტაფილოსფერი? ეს არის თუ არა სტაფილოსფერი? წავედით აი. აი ნახე, სტაფილოსფერი ავტობუსი. მე ცოტა ვერ ხედავ. უდნო დალტონი კივა და ჩემთვის არის სტაფილოსფერის იმი. წავედით ეხა კერძის გასაკეთებლად. ეს რაღაცა ისეთი ის გამოგვდის ხო ვიდეო. მოგზაურობა დილომში გიგისთან ერთად. ეხა უნდა გავაკეთოთ ორი რაღაც. ზოგადად სტაფილოსფერი ცოტა ისეთი ფერია, რომ მწვანე რომ ამოსულიყო უამრავი რაღაც შეგვეძლო. თეთრზეც ძალიან ბევრი შეგვეძლო, მაგრამ
ახლა სტაფილოსფერი ამოვიდა. ხალხაშვილს წინა ვიდეო ძალიან მოეწონა ხა. ჩვენ 250 გამომწერს ძალიან მოეწონა წინა ვიდეო და ჩვენ TikTok-ის 2500 გამომწერს უკვე. ეხლა სანამ დრო აქვთ ზოგადად კომპანიებს, ანუ ვინც ნახავს და რაღაცა ვიდეოებს, ეს მცირე კომპანია იქნება, დიდი იქნება, თუ რა ჩვენ ზღირებულია ყველა. თავარია ჩვენ გამომწერს მოსწონდეთ ჩვენი ვიდეოებიდან. დანარჩენს ჩვენი თუ იზავთ რა რაღაცებს რა. წავედით. გეტავთ პეტლის. მიდივარ. ჩვენ ობიექტზე მოვედით. ეხლა გამოვიცვლით, დაუბინავდებით და დავიწყებთ უკვე კერძების გაკეთებას. სამზარეულოში ვართ უკვე, შევიმოსეთ. დავიწყებთ ეხლა ჩამოგიწვით ინგრედიენტებს, რომელიც ვიყიდეთ. გოგრა ყვითელი, სტაფილო, სამი ცალი მარა რა თქმა უნდა დაგვრჩება ეს. ტკბილი კარტოფილი, პორტოხალი, სიმინდი, გარგრის ჩირი, ჩიპსი, დორიტოსი არ გამოვაჩინე. ჰოთ-დოგის პური 2 ცალი. ცხიმს და სანელებლებს ობიექტზე მქონდა და აღარ შევიძინე და ვიხმარ აქედან. გოგრას გავყოფთ 2 ნაწილად. ერთი ნაწილით გავაკეთებთ ტკბილ კრემსუპს, ერთი ნაწილით გავაკეთებთ ოცხარო კრემსუპს. ტკბილი კრემსუპისთვის ღუმელში გამოვაცხობთ თავის კანით. სულ ზეითუნს დავუმატებთ. ისე. ცოტა მარილი. 200 გრადუსზე შევაგდებ ღუმელში ახლა მის. ერთ შევაგდეთ ღუმელში. კანით პატარა კუბიკებად დავჭრით სტაფილოსთან და წითელ კარტოფილთან ერთად. თან ეს გადავღებს არ ჯერა, რომ ამ ინგრედიენტებით გებრიელი საჭმლის გაკეთება შეგვიძლია. აი ეს საკმარისია, ეს შეგვიძლია უკან ხალხია და იმათ ვაჭამოთ. გიო. გოგრა ჩავჭერით, ეხა სტაფილო. და წითელი კარტოფილი, ტკბილი კარტოფილი. ყველაფერი ხო არის სტაფილოსფერი, ჩაახედე აქ. ამას ვასხავთ წყალს. 20 წუთის განმავლობაში უხარშავთ. სანთებელა არ არის რა თქმა უნდა. დორიტოსი გადმოვიტანოთ. ეს ხარაში უნდა იყოს, საფანელად უნდა ვიხმაროთ ეს პური. რომელსაც დიდი ალბათობით ეს დანა ვერ გაჭრის, გაჭრა. ესე. მოდი შენჭამია ხა ეს. უკა კოსპილასოსი ნარჩენები იმას პორტოხლის კანი დაგჭირდება. ამას ღუმელში შევაგდებთ გოგრასთან ერთად. შეხო გჯერა რომ კაი საჭმელი გამოვა არაფერი ინგრედიენტებით. ერთად მალე მაინც გამოგვიგზავნეთ თუ არაფერი. გოგრა, სტაფილო და კარტოფილი ერთად მოიხარშა. ეხლა ცოტა ოდენ ზეთს ჩავამატებ ზეითუნისას. მარილი. და ცოტა ოდენ დარიჩინს ვამატებთ. ეხლა ამოურევთ. ამას ასევე შეგვიძლია დაგვემატებინა წითელი ხახვი, რომელიც სტაფილოსფერი ვერ ვიპოვეთ მესა და ასე შემდეგ. ეხლა უნდა დავაბლენდეროთ მოხარშული მასა. ბულიონს ამოვიგებთ, ცოტა შევინახავთ. დანარჩენს დავაბლენდერებთ. ეს ბულიონი დაბლენდერების მერე ჩაემატება. ნაპარაკი. მალე სოდნა დავამატებ. კიდევ. ეხლა ამას ბლენდერში გადავიტანთ. ანუ ეს შეგვიძლია ნაღებიც და 1000 რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ სტაფილოსფერი ვერ ნახეთ ზღვასი ვერაფერი. 4 წუთი უნდა დავაბლენდეროთ, რომ სწორი მასა მივიღოთ. შემდეგ ერთ გადავადუღებთ. სანამ ბლენდერდება კრემსუპის გამოცხარი გოგრისთვის, პორტოხლის ცენტრებს შევყრით ღუმელში. ფერი როგორია. სუოდნო პილპილი, ზოგი პილპილს ხავში არ უშევ, მაგრამ მოწოს არომატი. და ცოტა დარიჩინსაც დავამატებ კიდე. ამას გაზზე გადავიტან იქამდე, სანამ კარგად არ ადუღდებ. მანამდე კვერცხი გავთვითოთ.
გოგრის კემსუბი ძალიან დაბალ ცეცხლზე უნდა ვადუღოთ სასურველი სისქემდე. როგორც ეგან გავიმეორო, შეგვიძლია ნაღები და ასე შემდეგ ბევრი რაღაც გამოვიყენოთ, მაგრამ ჩვენ ახლა რადგან შეზღუდულები ვიყავით, ამიტომ მხოლოდ წყლით მოგვიწია. ახლა ჩვენ პოვს ერთი მხრიდან ჩავალგოთ კვერცხში, მხოლოდ სამხარეს. გადავიტანთ ორი ტორში. ახლა მეორეს. ინსტინქტურად ამოვატრიალებ, რა უშავს. მოდი მაშინ ორივე ესე ვქნით. ორივე ამოვავლოთ, ორივე მხრიდან. გეგმა შეიცვალა. უჩვეულები როგორ ბავშვობიდან კეკლეყოების კეთებას. ეს კეკლეყოს პრინციპით უნდა შევწვათ, მეტად სუხარიკები გამოგვივა. საერთოდ ხუმელში რო გამოგვეცხო ჯობდა, მაგრამ მოდი იყოს. ესე. ესე. ამას მოუბრალწავთ. ხოიც მაღაზიაში ვარ გვაყიდიდეს, მაგრამ ანუ მაღაზიაში უნდა გადაგვეღო რას ყიდულობ რა, ეს უნდა ჩანდეს პროდუქტიც, მაგრამ არ გადაგვაღებიდეს. მეავე. ადმინისტრაციას უნდა შევუთავდოთ, ადმინისტრაციას როგორ დავუკავშირდეთ მე დავუკავშირდებითო. შენაც ვერ დავუკავშირდებით. გამოგვაგდეს მაღაზიიდან. აჰა, ესე იგი. ზენი გაიხუხა. ისე შენ უნდა გასინჯო ხო ყველაფერი. დაზეც კი ამით საჭმელანაირად გამოვა, ყველაფერი შენ უნდა გასინჯო. მოდი მან დავდოთ. ახლა ეს არის, ამით უნდა გავაკეთოთ ტკბილი კრემსუპი. გოგრა, თავის მობრაწული ცედრით გადმოვაქვს პორტოხალთან ერთად. ეს რაც უფრო მოიბრაწება, უფრო კარგი არის, არომაც უფრო უშვებს. ამას რადგან ეხლა არც ბულიონი გვაქვს, არც ნუშის რძე, არც ნაღები და არაფერი, დავუმატებთ წყალს. და დავაბლენდერებთ. შემდეგ კარამელიზაციას გავაკეთებთ უკვე შაქრისას და იქ გადავიტანთ. მოკლედ ეს კარამელიზირებული კრემსუპის, კარამელიანი კრემსუპის უფრო სწორად. ეხლა შაქარს გავუკეთებთ კარამელიზაციას გაზზე, ცოტა შევაცხელოთ, მერე შაქარს გადავიტანთ. რო გავღება დავამატებთ კარაქს და ოგრას. მოკლედ ვამატებთ შაქარს, ვამატებთ რა კარამელიზაციას უკეთებთ. შეგიძლიათ კონიაკით იხმაროთ ამასთან ერთად და ასე შემდეგ. დღეს რა თქმა უნდა შევიზღუდეთ ჩვენი ფინანსებიდან. ესე მდგომარეობაშია ჩვენი შაქარი. იმედია ჩანს. ეხლა აქ ჩავაგდებთ კარაქს, რომ მოიბრაწოს. ესე ხმა ხო ის და შემდეგ დავუმატებთ უკვე გამომცხვარ გოგრას და პორტოხალს. კარაქი ოდნავ უნდა მოიწვას. ვამატებთ კარამელი გამაგრდა, დაველოდებით ცოტა რომ შეცხელდეს და მოლღვეს. ეხლა ვამატებთ ცოტა ოდენ შაქარს, რადგან ეს დესერტად მინდა. დარიჩინს და სტუდიაში შემოვა ერთი პაჭკა ვანილი, ხა რომელსაც უზავ. მოკლედ ვანილი, ეს სტაფილოსფერია. ესე ძვათ არის ტკბილი კარამელიანი კრემსუპი. ეხლა გადავალ გასერვირებაზე. არა დესერტი, ჩვეულებრივი კრემსუპი. ეს ჩვენი სუხარიკი დავდოთ აიქ. ეხლა ცოტა სიმინდი დაგჭირდება. ეხლა გავასერვიროთ ტკბილი კარამელიზირებული ვანილით და დარიჩინით. ცოტა გარგრის ჭირს დავამატებთ. ეს გემოვნების ამბავი შეგიძლია დაამატოთ, შეგიძლია არა. ისე. გარგრის ჭირი, ცოტა ცედრა ზემოდან. მოკლედ, ჩვენ გამოგვივიდა ორი შესანიშნავი გერძი. პირველი გამოვიდა გოგრის კრემსუპი, ოდნავ ცხარე, სიმინდის მარცვლებით. მეორე დესერტად უფრო წავა კარამელიზირებული გარგრის ჭირით. ხა მე გავსინჯავ ჩვენ ნარინჯისფერ რაც ამოგვივიდა სტაფილოსფერ საჭმელებს და ნუ შევაფასებ რა. ეხლა დიდი მოყვარული არ ვარ მე ბოსტნეულის, მაგრამ ნუ ჩიჩია უფრო მიყვარს, მაგრამ მოდი ჯემ წარე ჭამოთქლა ტკბილი თუ. აი მოკლედ გავსინჯოთ ჯერ ეს წარე, შემდეგ ტკბილი, სიმინდიანი. ესეთი ხრაშუნა აღარ არის. თამღერის ჩემ. წავიდა. თავიდანვე ვიძახი მოყვარული არ ვარ მე გოგრის, მაგრამ ეს კაია. კრემსუპიც კაია, ოღონდ სიმინდი არ წავიდა ისე ძალიან. ნორმალური ალბათ ბოსტნეულის, გოგრის და ასე შემდეგ მოყვარულებს მოეწონებათ.
მე ხა რადგან გოგრა არ არის ჩემი გატაცება ნაკლებად. აი გემრიელი რაღაც გამოვიდა. თან ფერში ჩავჯექით. ხო ტკბილი. ტკბილეული ზოგადად მიყვარს და ვნახოთ აბა. ეს არის კარამელიზირებული კარაქით, ფორთოხლით და გარგრის ჩირით. გარგრის ჩირიც მოვაყოლოთ. ეს უკვე სხვა დონეა. აშკარად ტკბილი ჯობია. კაცო მე ტკბილს ავირჩევ, მაგრამ ორივე გემრიელია რა. მე დანარჩენები გასინჯავენ, მაგრამ ორივე კარგია. ხო ფერში ჩავჯექით. მართალია ერთ-ერთი მაღაზიიდან უარეთ გამოგვისწრუეს ჩვენთან სტაფილოს ვერ გადავუღებთ ვიდეოს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა ქსელმა დაგვრთონება რა შევედით და იმედია არ ეწყინებათ. თუ ეწყინებათ, შეუძლია დაგვაფინანსონ რაღაცა ქნა, რომ აღარ ვეწყინოთ ხოლმე. ეხა პირველ რიგში რაც მინდა გთხოვოთ, დავასაბსკრაიბოთ ვიდეო კი არა და გვერდი გამოვიწეროთ და შეგიძლიათ გადახვიდეთ წინა ვიდეოზე კითხვებზე პასუხები, რომელსაც კითხვას მისვავდნენ. ანუ რავი, დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი შეფასებები. შემდეგი ვიდეოსთვის გვინდა გავათამაშოთ ვახშამი ორ პერსონაჟზე. ამისთვის საჭიროა რომ გამოწერილი გქონდეთ ჩვენი TikTok და YouTube არხი და კომენტარებში უნდა დაგვიწეროთ #chefgigistan. ჩვენ კომენტარებიდან შევარჩევთ გამარჯვებულს შემთხვევითობის პრინციპით. პერსონალურად მე მოვამზადებ ორი ადამიანისთვის კერძს, ვინც მოიგებს და გავუმასპინძლები პირადად მე ჩემი შექმნილი კერძებით. ახლა კი ნახვამდის, არ დაგავიწყეთ გამოწერა და ვიდეოების ნახვა. მომავალ შეხვედრამდე. ეს. დასასრულს მინდა გითხრათ რომ გვინდა არა, დასასრულისას გვინდა გითხრათ რომ გავათამაშოთ, მოიცა. დასასრულს დედა. ვიდეოს ბოლოს გვინდა გითხრათ რომ გავათამაშოთ, რა გვინდა გითხრათ ის. ო რა, ნუ ესა ჩვენი ანუ კაი მოკლედ. ბიჭო, რატომ მებმევა ენა? ხო, აბა ეგ იასნე, კაი, მოიცა. და ჰეშტეგი უნდა იყოს TikTok-ზე და YouTube-ზე. ჰეშტეგი უნდა იყოს.